გამემშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. როგორ ხართ? მე მინდა ერთი რჩევა გთხოვოთ თქვენ. რამდენად მირჩევთ ერთ საკითხს. ვიცით რა, აი მე თუ ხელი და რომ გამოვიღეს ლოყა შემეწია. ნახეთ როგორ შემეწია. აბა აქეთ დავიდო ხელი ახლა. იქნება აქეთ შემეწიოს ეს ლოყა. არა, აქეთ უფრო ძალიან შემეწია. ხო, აქეთ დიდი ხანი ვიყავით დაყრდნობილი, აქეთ არა. ეს არის მეგობრებო, ეხლა ძალიან ბევრის თავში გაჩნდა კითხვა და უკვე შემაწუხა რა და მომდის და ეს კითხვები, თქვენი კითხვები ეხლა ხო იცით რომ ძალიან ენერგეტიკულად ძალიან შორს ვარ გასული და თქვენი კითხვები ყველას იმონდის და მოდი რა ბარემ გაგცემთ პასუხს რომ აღარ გაწუხებდეთ ეს კითხვა რა წითელი ძაფია ეს. ხო? ეს წითელი ძაფი არის მეგობრებო თვალის ამღები ძაფი. და ძალიან საინტერესოდ მოხდა, იმიტომ რომ წინა ვიდეო რო ჩავწერე ნატა ბიბლიანის შესახებ. ბიბლიანი? ხო, ბიბლიანი არის, არა? ხო არ მეშლება გვარი. კი, 54,000 ადამიანმა ნახა და სავარაუდოდ წინა დღეს მომამზადეს, რომ გაიკეთე ესო რა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე, დიდი მადლობა ყველას კომპლიმენტებისთვის და დალოცვისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და არ გაგიკვირდეთ რა, ეს ძაფი არაფერი არ არის სხვა, გარდა თვალის ასაღები, თუ კი რამე ცუდი თვალი მოვა, ამ ძაფზე მივა და შემდეგ მომძვრება თავისით და შემდეგ წავა. ხო. რა მინდა გითხოთ ახლა რა. ძალიან ჩემთვის არატიპიურ რაღაცას გითხავთ. 2015 წელს გავისან ჩემი მეუღლე, 2016 წელს დავქორწინდით და 2017 წელში გაგვიჩნდა პირველი ბავშვი. მოიცა ერთ წუთს. 2018 წელს ვიყიდეთ თუ არ ვცდები ჩვენი მანქანა ჯიმნი. თუ არ ვცდები რა, 2018-დან დღემდე გვყავს ეს ჯიმნი. ჩვენი პატარა ჯიპი. და ამ ჯიპთან დაკავშირებით მინდა გითხოთ. მოკლედ, ეს ჯიმნი, აბა დიდი ისტორია აქვს, ამ ჯიმნით წამოვედით რა, ჩამოვიყვანეთ საქართველოში, გერმანიაში ვიყიდეთ ეს ჯიმნი, ჩამოვიყვანეთ საქართველოში და მას მერე დავდივართ ესე იგი სადაც რამე თა ბორცვიანი ადგილი იყო, ყველგან თითქმის ვიყავით ამ ჯიმნით რა. მოკლედ არ ვინდობდით ამ ჯიმნის და შემოგვეშალა ეს ჯიმნი, აი გარდა მაგისა კიდე ამ ჯიმნით შევეჯახეს ტოლბას, რის შედეგადაც გადამოვტრიალდი და ამის მერე ჯიმნი საერთოდ თითქმის დაიშალა. მაგრამ მაინც დავდივართ ამ ჯიმნით. მოკლედ ძალიან ხმაურობს, ძალიან ხშირად ფუჭდება, ძალიან ხშირად გვიწევს ამის შეკეთება და ეხლა მე მაქვს ერთი კითხვა. ბავშვებიც გაიზარდნენ უკან უკვე აღარ ეტევიან. მაგრამ მაინც ვერ ვუშვებით ამ ჯიმნის რა. გარდა ჯიმნისა ჩვენ გვაქვს კიდე სხვა
1 2 3 4 5 მანქანა რომელიც ასევე ყოველდღიურობაში ვერ გამოიყენება, იმიტომ რომ ერთი სამუშაოს მანქანა, მეორე საცხოვრებელი მანქანა, მესამე დიდი საცხოვრებელი მანქანა მთებისთვის, მეოთხე არის ჟანგიანი რუსული რაღაცა სამუშაო მანქანა და ერთი მანქანა კიდე ერთი გერმანელი მეგობის დგას და დაიშალა ისიც რა. მოკლედ სახში გვიდგას 6 მანქანა, რომელიც არის ძალიან მოძველებული. ერთი არის მუშა, ის რომელიც სამუშაოს მანქანაა, კარგ მდგომარეობაში, ჩემი მეუღლის სამუშაო მანქანა. მაგრამ მე რა მინდა იცი გთხოვოთ და გირჩიოთ, ის რჩევა ავიღო თქვენგან. ამ ჯიმნის ვერ ვეშვებით. ესე იგი არ ვიცით რა უყოთ ამ ჯიმნის, მოკლედ. ჯიმნი თუ არ გვეყოლება, მაშინ სხვა უნდა გვყავდეს, სხვა რო გვყავდეს, ჯიმნი გვყავს ჯერ. ვერ გავიგეთ, რა გავაკეთოთ. ეს ჯიმნი დავშალოთ, გაყიდვით არ გაიყიდება, იმიტომ რომ აი ძალიან დაგვიძველდა უკვე. მაგრამ მუშა, ძალიან მაგარი საყვარელი მანქანა და მე მიყვარს პირადად მე ამ მანქანაზე ვისწავლე ტარება თითქმის რა. რა თქმა უნდა, პრავა მქონდა, მაგრამ ეს მანქანა არის როგორც აი საკუთარი ოჯახის წევრივით, ხო? პრობლემა არის ერთი. რაც გააქვს, სხვას აღარ ყიდულობ, იმიტომ რომ 6 მანქანა გვიდგას მეთქი სახში და 6-ვე ხო, სანამ დაგოგა უნდა შეაკეთო. ესეთი არ გადავაჭერბე ხა ცოტა, მაგრამ ის არის რა. საჩალიჩო მანქანებია, რომ აი შეიძლება არ დაიქოქოს, ისეთი ძველებია უკვე და თუ არ გამოათავისუფლე რაღაცა ენერგია, არ მოდის სხვა. ანუ ეგრეა, ეგ კანონია, მაგრამ მე მაქვს პრობლემა, რომ ამ მანქანის გარდა ვერ წარმომიდგენია, რომ ეს სხვა მანქანაზე დავჯდე და გავატარო, იმიტომ რომ არ ვიცი მაქვს შიში, არ ვიცი მაქვს რაღაც ახლის მიღების პრობლემა, არ ვიცი მაქვს უბრალოდ რა არის, აი ჯიმნით ყველგან იპოვი პარკინგს. აი სხვა მანქანით შეიძლება 5 საათი იარო და ვერ იპოვო პარკინგი. ესეც ერთი ძალიან საინტერესო რაღაცაა ჯიმნისთან, რომ ძალიან პატარაა, აი მინია და შეგიძლია დაპარკოს სადაც გინდა იქ, ხო? სადაც სხვა ვერ ეტევა, შენ ეტევი. რა გავაკეთო, მითხარით? თქვენი აზრით რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მოგვარდეს ეს ვითარება? 2 წელია ვიცახით, რომ ვიყიდოთ სხვა მანქანა, მაგრამ არ ვიცით რა გვიშლის ხელს. არ ვიცით რა მანქანა ვიყიდოთ. გვყავს ეს მანქანა და მუშაობს. ჯერჯერობით მუშაობს, სანამ გზაში არ გავარდება რაღაცეები, არ ვიცი, უკვე ვარდება რაღაცეები, უკვე დაიშალა წინ კაპოტი მოვაძებ. მოკლედ რა. არ ვიცი რა გავაკეთოთ. გავყიდოთ და მერე ვიყიდოთ ეს მანქანა, თუ ჯერ ვიყიდოთ და მერე გავყიდოთ, არ ვიცი რა უნდა ვქნათ, იმიტომ რომ ისიც არ ვიცი რა მაკავშირებს ამ მანქანასთან, ის აი ძალიან ჩემიანია რა ეს მანქანა რა. თან ის რომ ახსენდება როგორ დავეჯახეს ტოლბას. მაგ მანქანამ გადამარჩინა სხვათა შორის. ხო, არ ვიცი, აი რა ვქნა, არ ვიცი. საგონებელში ვარ. ძალიან რთული გადასაწყვეტია ეს საკითხი. აი ვერ გადავწყვიტე, რა გავაკეთო, არ ვიცი. სხვა მანქანა არ ვიცი რომელი მინდა, მაგრამ რო ვიცოდე რომელი მანქანა არის შესაფერისი ჩვენი, ხო? უცბად მოხდებოდა ეს ამბავი, მაგრამ რატო ვერ ხდება ეს ამბავი, ვერ ხვდები, ბავშვები დაიღალნენ უკან 2 კაციანია, ბავშვები გაიზარდნენ, ადრე ეტეოდნენ, ეხლა ვეღარ ეტევიან ეს ბავშვები და რა გავაკეთო, არ ვიცი. მეგობრებო, აი ამაზე დიდი პრობლემა არ მქონია ცხოვრებაში, მე მგონი რა. ეხლა შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ
მაგრამ აი რაც არ უნდა აბსურდული იყოს ხალხო. დედას ბიჭო, ესეთი თემები უფრო აინტერესებს ხალხს, ვიდრე ის თემები, რომ აი საქართველოს და რაღაც. ხალხო, მე ხა სხვა პრობლემებზე დაგიწყებთ საუბარს რა გავაკეთო არ ვიცი. ვიყიდო სხვა მანქანა? რო ვიყიდო თან, აი რო ვიყიდო, ხო, ბიუჯეტიანი უნდა ვიყიდო, ისეთი რომ ძალიან ძვირი არ იყოს. თან ნახმარიც არ მინდა რომ იყოს. უკვე დავიღალეთ ამ ნახმარი მანქანების ხივით. დიდი ხანი გვემსახურა ეს მანქანა, ჯიმნი, ნახმარი ვიყიდეთ ჩვენ ეს ჯიმნი. ახალი არ გვიყიდია, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთადერთი მანქანა აღმოჩნდა, რომ როცა ვიყიდეთ, მაშინ უფრო იაფიღიდა ვიდრე დღეს. ანუ ამ მანქანის გაყიდვა რომ მომინდეს, შემიძლია იგივე ფასად გავყიდო, რა ფასადაც ვიყიდე. 8 წლის წინ, თქვათ, ხო? ხო და ალბათ იტყვით რომ მოცლია ამ ქალსო და მომცლია, ხო, მომცლია, მას მერე რაც მომწავლეს, იცით რამდენი დრო მაქვს, საერთოდ მკიდია ყველაფერი. ChatGPT-ს კითხე ყველაფერი იცის და ეგეც ესწრება. ლაშა. აუ, როგორ არ გამახსენდა, ბიჭო. რაღა თქვენ შეგაწუხეთ, კაცო. ChatGPT-ისთვის მაინც მეკითხავ. რა კარგი აზრი შემომთავაზე ხო ლაშა. რა ჭველი ვარ ნამდვილად რა. მოდი რა, იცი რა მაინტერესებს. აი ხა ამ ამპლუაში როგორ მოგწონვართ მეგობრებო, ესეთი უაზრო რაღაცებზე დაგაკავე. არა, უაზრო არ არის პრინციპში, ძალიან აზრიანი რაღაცა გითხარით ეხლა. აი არ არის, აი 5 წელია ხო ლაივებს წერ. მე მგონი ამაზე აზრიანი ლაივი არ ჩამიწერია მე. მართლა გეუბნებით. ამაზე აზრიანი ლაივი არ ჩამიწერია. რატო აზრიანი? იმიტომ რომ ჯერ ეგერთიც ეს პრობლემა ყველას პრობლემა არის. მსგავსი პრობლემები ძალიან ბევრ ოჯახს აქვს საქართველოში და არ ლაპარაკობს ამაზე, იმიტომ რომ ალავენ. არ იცი როგორ გადაწყვიტონ, რჩევას ვერ იღებენ, ვერც ფსიქოლოგებთან, ვერც ბანკებთან, ვერც რა ქვია, მოხელე პირებთან და ამიტომ მე მგონი ეს ვიდეო ეხლა ბევრს დაეხმარება ჩემი სახით რა. ხო. ხო, ხანდახან მიყვარს ხოლმე ესე წასალოსება მეგობრებო, რა ვიცი. ისეთი სიგიჟეები ხდება სოციალურ სფეროში, რომ მე ვთქვი, მეც ჩემს პრობლემებზე ვილაპარაკო, თორე ხალხმა მეგონი ძალიან გარე გათქო რა და აბა თქვენ რას მირჩევთ? ერთი რჩევა მივიღე, რომ ChatGPT-ს ვკითხო, კი, ვკითხავ აუცილებლად. მე მგონი უნდა გადავიდე ველოსიპედებზე რა. ველოსიპედზე უნდა გადავიდე. მანქანები უკვე მე მგონი ძალიან მოძველებული თემაა. ხო ესეა? მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ, ეხლა ზაფხულია და თანაც ძალიან ცხელა და ეს ბრეტელებით რომ აცვია კაბა, არ გეგონოთ რომ რაღაცა ის გავშიშვდი რა. ეხლა ნუ ნერვიულობთ მაგაზე რა, ჩემი სიშიშვლე თქვენ შეგაშინებთ. თვითონ უნდა გადაწყვიტო. აი თვითონ რომ ვერ წყვიტავ, იმიტომ გეკითხებით თქვენ კოდერცი. ხო. არა, ყველაფერი გაუფუჭდა, ესე იგი ის არის, აი, რო ჩამოვთვალო, ეხლა 1 საათი მომინდება, რომ ჩამოვთვალო, რამდენი რამე აქვს ამ ჯიმნის გაფუჭებული რა და თან არის შოვება მაგის ნაწილები ესე ადვილად რა და რატო უნდა შეგაწუხოთ ეხლა თქვენ, რომ ჩემ ჯიმნის რა გაუფუჭდა, ის ჩამოგითვალოთ, ხო? ხო ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობ.
ძალიან საინტერესო. არ გეშინიაო? არა, როგორ არ მეშინია ხა სულ, არა, მაგისი არ მეშინია, რომ რაღაცა გასჯრება, მაგრამ იმის უფრო მეშინია, რომ აი რაღაც სადღაც დავრჩე მაგარის გარეშე. გაფუჭდეს და დავრჩე. ერთხელ ჩამიჯდა. ერთხელ? არა, ერთხელ არა. ერთხელ კი დავრჩი ეგრე გავაჩერე რაღაცა ძალიან ჩაეშალა, რაღაც ჩაეშალა და მე მარინუს ჩემს მეუღლეს ვთხარი მეთქი მარინუს აქვთ გავარავქნა, წამოგვიყვანე, გამოგვიყვანე, კიდევ კაი კოდაზე ვიყავი და უცბად მოვიდა და წამოგვიყვანა, ხო? მაგრამ მაინც რა, მაინც რომელი მანქანა, თქვენ რომელ მანქანას მირჩევდით, აბა? რა მანქანა შეგვეფერება, ხა ჯიპიც რო იყოს რა, ეს მთებში დავდივართ ხოლმე. ჯიპიც რო იყოს, ხუთკაციანი რო იყოს და თანაც ბიუჯეტური რო იყოს და თანაც ბენზინზე რო იყოს და არა დიზელზე და რაღაცა ის გაზები და ისინი არ ბენზინზე იყოს, არ იყოს ის რა ქვია ტესლა თუ ჯანდაბური, რომელიც უბრალოდ გაგიჩერდება და რომელსაც გაგთიშავენ და გაგიჩერებენ ან წაგიყვანენ სხვა მიმართულებით, არ მინდა. მექანიკური რო იყოს, მექანიკური არ გვეშინიაო, ხო, კარგია რომ არ გეშინიათ, კაცო, მაგაზე კარგი რა არის, ძლივს მივახციე. აგერ ჯივნიზე საუბარმა მიმახწევინა შედეგს. აქამდე გეუბნებით არ ნუ გეშინიათ თქო და აგერ ძლივს თემამ დამიწერა არ გვეშინიაო და აცი მეგობრებო სულ ჯივნიზე ვილაპარაკებ მართლა გეუბნებით. სულ ჩემს პრობლემებზე ვილაპარაკებ, ეხლა დავიწყებ, ჩამოვყვები. დედას ბიჭა ვარ. იმდენი პრობლემაა ეხლა პრობლემაც და მოსაგვარებელი საკითხიც, რომ ადრე თუ საუბრობთ საქართველოს პრობლემებზე, ეხლა ვილაპარაკებ ჩემი ოჯახის პრობლემებზე, მოგეწონებათ ძალიან. ეხლა მეორე პრობლემა რაც შეეხება. ბიჭო, გამოჩნდა სოციალურ სფეროში ვიღაცა კოლხ მარგალ ვიღაცა რა, რაღაცა ეგეთი ტიპი, რომელიც დამიკავშირდა და მეუბნება რა, რომ დამარო შეკვეთა მივიღეო რა, რომ უნდა გამოვიძიო ვიხარო რა. ხო და გამოვიძიე, მეთქი ბატონო რა ვიცი, ვინ ვარ, ვინცა ვარ, გეუბნებით აგერ. ხო და შენო იციო რომ მეო ჩემს გარეშეო, ამ დედამიწაზეო, ვერავინ არ ჩამოდის და ვერ გადისო. ვახ, მეთქი კაცო, თუ თქვენ ყველაფერი გწოდნიათ, გამოიძიეთ, ბარემ როგორ შემოვიპარეთ თქო რა. არა, ეხლაო, მეო, შენ მართლა გეუბნებიო. 16 რაღაცა ანგელოზი დაგდევსო და ესო და ისო რა, დაყვებაო. 16 არა მეთქი 34 და აქედან 34 წმინდანია მეთქი და 16 ანგელოზი თუდან თან დაყვება, მაშინ ძალიან კარგად ყოფილა მეთქი ჩემი საქმე თქო და რავი, დაელაპარაკეთ მეთქი მაგეებს და გამოიძიეთ მეთქი ვინ ვარ თქო რა და კაიო. გავიხედე, ახლა ჩემს მეგობრებს დაუკავშირდა. იმათ საქმეებსაც გამოვიძიებო. იმის საქმეებიც გამოვიძია და საბოლოო ჯამში დაასკვნა ამ კოლხ მარგალმა. მე მგონი კოლხ მარგალი ერქვა, დამბლოკა მერე, არ ვიცი რა დამბლოკა. ერთი კომენტარი დაუწერე მეთქი ეგ ჩური გადმოატრიალეთ მეთქი თავდაყირა რო გიდგა თქო და ჩური ახლა მეგრულ ენაზე არის დედის საშო. ხო და რა ვიცი ეწყინა მე მგონი ეგ სიტყვა რომ გამოვიყენე დედის საშო. დედის საშოდან მშობილ ვარ ყველა. ხო და მე დამბლოკა. მაგრამ ჩემი სურათი ჩემთვის დაამზადა ამულეტი. და ჩემს მეგობარს ეუბნებოდა რომ უნდა გაუგზავნოთ ამას და დაგიცავთ თქვენო. თქვენ ისეთი საქმეები გაქვთ გასაკეთებელიო რომ სულ ცოტა 150 წელი უნდა იცხოვროთო. ხო და თქვენს გარეშეო აქო ხალხიო, საქმეებს ვერ გახსნისო საერთოდ და მაგარი ტიპები ხართო რა. ხო და რა ვიცი სამულეტი არ მინახავს თვალით. მაგრამ რა საკეთებს და რა ჯადოებს საკეთებს ეგ არ ვიცი.
მაგრამ აშკარაა რომ რაღაცა ეწყინა და დამბლოკა. ეხლა მე მაქვს კითხვა, რა გავაკეთო, დაურეკო, დაუკავშირდე, შევეხვეწო რომ ისევ განბლოკოს, რა გავაკეთო ერთი გამაგებინეთ, აი რა ვიცი მე, მკითხეთ მაგაც რა ეწყინა ჩემი კაცო, იქნება ისეთი რაღაცა გავაკეთე ასტრალში, რომ საერთოდ გადაივია და მერე დამბლოკა. მესენჯერზე დაგბლოკაო? რა ვიცი, მე ვეღარ პოულობ ერთ Facebook-ზე და მაგის ვიდეოებს არ ვიცი. ვერ პოულობ. რა მოვიდა? ისე ვიცი, რომ რაღაცა სურათებს, გოგოების სურათებს, მათ შორის ერთი ციმენტიას სურათიც აქვს, ესე ჩარჩოში აქვს, მიწეპებული აქვს ეს სურათები და აკო თამარის სურათიც უნდა შემივაგრაო. რა გინდა შვილო, გავანებე თავი, არაფერს არ გთხოვა, არ მინდა თქვენ დახმარება, აქეთ დაგეხმარებით თუ გინდათ და დაცვები და ისენი არ მინდა, კაცო, აგეთ დაცული ვარ მე კარგად. დაცული რა, რამდენიც გინდა, რამდენი ადამიანის ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა ვიღაცა უცხო გადამთიელი, უნდა დაგიცვა გინდა თუ არა და არ მინდა თქვენი დაცვა, არა. დაცვა მყავს მე იმაზე დიდი ვერავინ ვერ იქნება. ხო და ეგ მეორე პრობლემა. ეხლა მესამე პრობლემა, მეგობრებო, ჩვენ იმდენი საქმე გვაქვს სახლში, იმდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი, რომ ვეღარ აუდივარ და ვფიქრობ ხოლმე კაცო. 100 წელი გვაქვს დედამიწაზე ცაცხოვრებელი. 100 წლის მანძილზე 40 წელი რო ერთ სახლზე უნდა იჩალიჩო და ის გაკეთდეს ის და გააკეთო და მერე ეს სახლი გააკეთო და უნდა გახვიდე, ხო? არ ჯობია რომ საერთოდ არაფერი არ გააკეთო? დაგვეხმარები. არ ჯობია რომ საერთოდ ბეჭო ამდენი საქმე გვაქვს, ამდენი ბავშვებს ალკე ის და ეხლა 30 ქათა მივიყიდეთ. ისა წიწილა ხო ვიყიდეთ 30. 30 წიწილი გაიზარდნენ. ფრინდებიან იმ თავის იმიდან, რა ქვია, კლეტკიდან. კლეტკა არის ახლა სპეციალურად კიდე გასაკეთებელი, რამდენჯერ გავაკეთეთ, იმდენჯერ გადმოფრინდნენ. იცით რები არიან, ფრინავი, მე მგონი ისენი არიან, რა ქვია. ქათმები კი არა, სვავები არიან. ფრინავენ, ხალხო. ეხლა დადიან, მიფუჭებენ ამ ყვავილებს, აქეთ ცალკე ნერვებს მიშლიან. ყვავილები სულ გამიფუჭეს. არ ვიცი, გაყრიან ყველაფერს ქაოსი. რა ვქნა ეხლა ამ ქათმებს რა ვყო? დავკლათ და ვჭამოთ? მე არ ვჭამ. ჩემმა მეუღლემ ყოველდღიურად უნდა დაკლას მაშინ და ჭამოს ქათმის ხორცი. არ ვიცი. რა გავაკეთო ხა? არ ვიცი. ვეუბნები ჩემს მეუღლეს. გააკეთე ეს კლეტკა კი არა და ღობე, რომ აღარ გადმოვიდნენ. მაგ ხელა ღობეს ვერ გავაკეთებ, მეუბნება ჩემი მეუღლე. აბა რა გავაკეთო ახლა მითხარით? აი მითხარით, რატო ვიყიდე ეს 30 წიწილი? რაში მჭირდებოდა? ხო კარგი რაღაცები გელაპარაკეთ. 200 ლარი დაგვეხმარება საქართველოს. 200 რა არის დაგვეხმარება საქართველოს. თემურას ვერ ხვდები. ბიჭო, ეგ მესამე პრობლემა რა, რომ ეს ქათმები ეხლა ცალკე გაიზარდნენ, დაფრინავენ, აურზაურია, სკინტლის სუნია, ყველგან მოკლედ დავიღალე. ეხლა მეოთხე პრობლემას მოგიყვებით რა. გინდათ რომ მოიშვინა რაღაცა 29 კაცი მისმეს რაღაც პრობლემებზე საუბარი მოსწონს ხალხს. ის რა, საქართველოს პრობლემებზე არის, ჯერ ოჯახის პრობლემები მოგვიყევი ეთყობა, ხო? კაი, მოგიყვები. ეხლა მეოთხე პრობლემა ხალხო. მეოთხე პრობლემა არის რომ ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, მოვამზადე, იქ ვიფიქრე 5 წელი რომ კაფე მინდა რომ გავხსნა მაგის დედავატირე, კაფე კი არა და ისა სივრცე 84 და გავიხედე. არ მომწამლა ეს. აი ახლა გამაგებინეთ ხალხო, რა გავაკეთო? აშკარაა რომ მოსაკრავად დამდებენ და მე რო კაფე თუ რაღაც სივრცე 84 გავხსნა და აქ ხალხი მოვიწვიო. მითხარი აი დასაკრავი ბატკანი რო თავით მივა დასაკრავა და დაუდებს თავს, ეგეთი რაღაც გამომივა. ეხლა რა გავაკეთო ხავა? სივრცე 84-ს ვეღარ ვაკეთებ. იმიტომ რომ რამდენი გიჟიც არის, იმდენ გიჟს მომიგზავნიან. თუ არ მომიგზავნიან, თვითონ გიჟები მოვლენ.
ხო და გიჟები რა მკვლელები უბრალოდ. ხო და გიჟები თანამშრომელები არიან. მოკლედ რა, მან ბევრი ისენია რაღაცეები. საიდუმლო საკითხები. ეხლა მითხარით, ეხლა მირჩიეთ. რა გავაკეთო ეხლა იმ საკითხიდან? ჩავიკეტო? არავის აღარ შევეხო? ეხლა როგორ გინდა? თუ სივრცე 84-ს გახსნი და ხალხს დაპატიჟებ, ხალხი უნდა მიიღო. ეხლა ხელს არ ჩამოართმევ, გასაგებია, მაგრამ იგივე სადღაც რაღაცას მიგიცხებენ და იმას მოკიდებ ხელს და მერე მოიწამლები რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ვაჰ, ესე იგი, შარში ვარ რა, შარში ვარ. ეგ მეოთხე პრობლემა, ეხლა მეხუთე პრობლემას მოგიყვებით. გინდათ მეხუთე პრობლემა? მოგიყვეთ? ძალიან ბევრი საქმეა სოფლის სახლში. გარეთ გავდივარ, საქმეა, შიგნით შემოვდივარ, საქმეა. გარეთ გავდივარ, ქაოსია, შიგნით შემოვდივარ, ქაოსია. ავალაგებ ამ ქაოსს, დავალაგებ გარეთ, შიგნით, გავიხედავ, ისევ გარეთ გავედი, ქაოსია, შიგნით შემოვედი, ქაოსია. რატომ არის თუ იცით ქაოსია, ბა? სამი ბავშვი მყავს. სამივე რო დაიწყებს თამაშს და დაჭერობანას, თამაშს ყველაფერს ძირს ყრიან. ეხლა რა გავაკეთო? ვიკივლო, ვიწივლო, ბავშვები ვცემო, დავსტრესო, ჩავაბარო, სადღაცა იქ რო აბარებდნენ ხოლმე რა, ინტერნეტში ჩაგაბარებო რო იძახდნენ. ჩავაბარო ინტერნეტში ეს ბავშვები თუ რა გავაკეთო? თუ მე გავხდე ეხლა ყოველდღიური ქაოსის მონა. გამაგებინეთ ერთი რისთვის გავაჩინეთ ეს შვილები, რომ ქაოსის მონები გავხდეთ? არა, რჩევები აუცილებლად მჭირდება ხალხო, რჩევები. ეგ მეხუთე პრობლემა ხო იყო, ეხლა მეექვსეს მოგიყვებით რა. მეექვსე პრობლემა არის გამიჩნდა სურვილი, რომ ცხოვრება რაღაცით შევცვალო. ვერ ვიგონებ ოღონდ რით შევცვალო რა, აი შანსი არა, მაგრამ ბიჭო, რითი უნდა შევცვალო ცხოვრება, აი მითხარით. სახში სამი ბავშვი მყავს მოსავლელი, ქმარი მყავს. აი სახლი, სადაც მე მკვიდრეობით მივიღე, სახლი მაქვს დასალაგებელი, მოსაგვარებელი. ამასთანავე კიდე უფრო მეტ პრობლემებს ვიქმნი და ვიმატებ სამუშაოს, აი მაგალითად 30 წიწილი ვიყიდე და ქათმებად გადაიქცნენ ეს წიწილები. გარდა მაგისა, იმდენი ავოკადო გამოვიყვანე კურკიდან, რომ ყოველდღე მაგათი მონავარ ეხლა. აი რა გავაკეთო არ ვიცი რა, რითი შევცვალო, რა რჩება დრო რომ შევცვალო და რა გავაკეთო, როგორ გავიქცე? არა, წავედი ბერად, აღვიკვეცები ბერად, მონაზვნად არა, ბერად აღვიკვეცები, ბერებს უფრო კარგი პრივილეგია აქვს. მონებს აუპატიურებენ, ისა რა ქვია, ვითყვი რომ ვითომ კაცი ვარ, საიდანღაც გამოვიქეცი, ოჯახი მივატოვე, ბერებს იღებენ ხოლმე, ხო? მონაზონს არა, წადიშენ შვილებს მოუარეო და კაცებს ბერად იღებენ, აი მოდი შენ, მოდიო, შენმა ძოლმა მოუაროს. ვა, ხო და მეც ეგრე ვიტყვი რა, მე ვიტყვი, სამი ბავშვი გავაჩინე, ისა გავაჩინე კიდე და ცოლთან დავტოვე ვიტყვი. მე გამოვიქეცი, აგერ ისეთი ცოლი მყავს, რომ წვერები გამაცვივა მეთქი და ახლა შენ უნდა აღმოკვეცოთ მეთქი ბერად. რა ვიცი, აი დავიმალავ, ავიკრავ ესე იმისავით, რა ქვია. რა ერქვა იმას, მაიაწყნეთელივით, ვითომ რაღაცა და აბა არავინ არ შემეხოს მეთქი. ხო, მე რა რო ის ჯერ მორჩილად ვიქნები კაცო. მორჩილად ვიქნები 1-3 წელი. იმათ დავემორჩილები და მე წავიდნენ და მეძებონ ამათმა ჩემმა ოჯახის წევრებმა რა ხდებაო, საწავიდაო. ვერც მონასტერში მიპოვიან, ვერც ვერსად ვერ მიპოვიან და მე კი ვიქნები მორჩილი იქ. იქ, სადღაც რა ვიცი მე, სადაც ფეხები მიმიყვანს იქ. ბერის ინსტრუმენტი გაქვს, რაში მჭირდება ბერის ინსტრუმენტი, გაქვს ბერებს სულ არ სჭირდებათ ინსტრუმენტი, ჯობია არ გქონდეთ თავში წყევლიან რატო გვაქო. ხო. მაგარი ბერი ვიქნები. ვეთყვი, საერთოდ ეს ინსტრუმენტი გამოვუდეგარია მეც კი ვეთყვი.
კარგია ხუმრობა. ხო, კარგი, იმედია მიხვდებით, რომ ხუმრობაა და რაღაცა არ იტყვით, რომ ეს გოგო გაგიჟდაო, მაგრამ ჯობია ხანდახან ვიხუმროთ ხოლმე ესე გიჟურად. ხო, ეგ მეხუთე პრობლემაა, თუ მეექვსე იყო აღარ მახსოვს ჩამოთვალე. ეხა მეექვსე, მეშვიდე პრობლემა. მეშვიდე პრობლემა არის ის, რომ მეშვიდე პრობლემა რა არის? აღარ მახსენდება. ესე იგი პრობლემა აღარ არის. კარგი, გადაიჭირა, პრობლემა აღარ არის. დარჩა 6 პრობლემაა სულ. რა ვქნათ ეხლა? აი რა ვქნათ? გამაგებინეთ. გამახსენდა, მეშვიდე პრობლემა არის ეს. მეშვიდე პრობლემა, მეგობრებო, არის ესეთი რამე რა. ბიჭო, ეს ალერგია. ხან მაქვს, ხან არ მაქვს. ვერ გავიგე რა. რატომ მაქვს, როგორ მაქვს, რანაირად მაქვს. ერთი რაღაცა უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა რა, რომ როდესაც ჩემზე ვჭხიბაობენ დღის სხვადასხვა მონაკვეთებში, მაგალითად, ალერგია მეწყება ესეთ მომენტში რა. აი, დაკვირვებული ვარ. ღამის 12 საათზე, ერთი დღის განმავლობაში ღამის 12 საათზე 2 საათამდე. მეორე დღეს ღამის 3 საათზე 5 საათამდე. მერე მესამე დღეს დილის 6 საათიდან 8 საათამდე. მერე მეოთხე დღეს 9 საათიდან 11 საათამდე. ვერ გავიგე ეს ალერგია, მე მგონი დამოგზაურობ საათთან ერთად. ხო და ჩემი დასკვნა რა არის იცით მეგობრებო? ეხლა ვიკითხით მაგას. ჩემი დასკვნა არის დღის სხვადასხვა მონაკვეთებში ვერ გაიგეს, როდის ვარ ძალიან სუსტი, ვერაფერს ვერ მიშვებიან ამ ჭხიბაობით, რაღაცა რიტუალს ატარებენ, რომელიც არ გამოსდით. ხო და ფიქრობენ, კაცო, მაშინ თუ ამ საათიდან ამ საათამდე არ გამოგვივითა, მაშინ ამ საათიდან ამ საათამდე ვცადოთ. ხო, არც აღარ გამოსდით. ხო და მე სხვა დროს კიდე სხვა საათზე ცდიან და გადავიდა ეს, გამოსცადეს ყველა საათი, მაგრამ არ გამოსდით. ეხლა მე მაქვს კითხვა. ბიჭო, მე ვარ უცნაური თუ ეს ალერგია უცნაური? ან რაზე მემართება ეს ალერგია ვერ ხვდები რა. აი უცბად დამემართება ალერგია, ვერ ვსუნთქავ, მიჭირს სუნთქვა. 2 საათის განმავლობაში გავალ, გამოვალ, მივივლი, მოვივლი, დავანდები, აქედან ჩემ იმას გავუგზავნი უკან, ვინც გავომიგზავნა ეს ჯადოქრული. ხო და გადამივლის ეს ალერგია? მეორე დღეს კიდე დაიწყება უღოთ სხვა საათზე. აბა მითხარით ეხლა სხვადასხვა საათებში ყვავილობს რაღაცა მცენარე? ეს დამოგზაურობს, ეს დღეს თუ 12-დან 2 საათამდე მქონდა, ხვალ ყვავის ის მცენარე 2 საათიდან 4 საათამდე? თუ რა ხდება ხალხო? კარგი, გავანებოთ მაგას. გადავატაროთ ეკაემი, აკაესი, უვარდო. ხო, მოკლედ, არ ვიცი, ეგ არის მეშვიდე პრობლემა რა. ხო და არ ვიცი, რა გავაკეთო, არ ვიცი რა. გეუბნებით, გაფრთხილებთ, ნუ აკეთებთ ესეთ რამეს, ათმაგად დაგიტრიალდებათ უკან, დაგცხებთ, მოგცხებთ, მიგცხებთ, მაგრამ არა, მაინც აკეთებთ. მეც ეგრე ვარო, ამბობს ილია. ესე იგი, ჩვენ ერთ ეგრეგორში გვატრიალებენ და ვინც მე მიკომენტარებს, კარგ კომენტარებს და ჩემთან ხშირად გამოჩნდება ხოლმე, ყველას ეგრე ერთი ქვაბში ყრიან და რაღაცა რიტუალებს აკეთებენ რა, ილია რა და ეხლა მე გეტყვით ერთ რამეს რა. გინდათ გითხრათ. აი, ილია მეორე რომ დაიბარიდა, ხო? იმენა დედა რო ეტირა, ხო? რა მოუვიდა, იცით? რეანიმაციაში ვიყავი მე მაშინ მაგ დროს. ჯადო მქონდა ისეთი სერიოზული, რომ არ ვიცი რა. გარდა მაგისა, ალბათ მოწამლულიც ვიყავ.
ბიჭო, რო გამოვედი იქიდან, ისეთი მიუტრიალე უკა, რომ მეორე დღეში დაიბრიდა ილია რა. სისხლები გადმოუვიდა პირიდან. სისხლები ანთხია პირიდან რა. ნუ გამამწარებთ მეთქი. ნუ გამამწარებთ მეთქი. რატომ მოვყევი ახლა იქ? აი ზუსტად მაგ დღეებში რა. ვინც ჩემი სურათი ჩაატანა ვიღაცას იმაში, მიწაში, საფლავში, ხო? იცი რა ვიწყევლე? მეთქი, თუ ვინმე ჩემი სურათი სადმე ჩაატანა მიწაში თქო რა. დედამიწა გაიპოს მეთქი და ის სურათი გაქრეს მეთქი იქიდან თქო რა. მთელი ზაფხული წვიმდა. ზაფხული კი არა, იმდენი იწვიმა, იმდენი იწვიმა და მე მივხვდი რატომაც იწვიმა ამ სეზონზე ზამთრიდან ზაფხულის დადგომამდე რატო იწვიმა, იცით? მე ვიცი, თქვენ თუ მიხვდებით. ერთნაირი სიმპტომები გვაქვს, გავიქცეთ ევროპაში. ეხლა ვაკვირდები ხოლმე რა, როცა ცუდად ვარ, აი ის შეტევები რომ ეწყება მოწამვლის ნიადაგზე, ხო? ის რო არის, შემდეგ დარტყმები რო იცის. როცა ცუდად ხდები ხოლმე, გავიხედავ მოხდა იქ რაღაცა მიწის ძვრა, გავიხედავ მოხდა წარღვნა, გავიხედავ მოხდა წყალდიდობა, გავიხედავ მოხდა იქ ქარიშხალი, გავიხედავ ცეცხლი გაჩნდა, გავიხედავ და ეხლა აგვისტოში ნახეთ რა მოგივათ რა. ისა თქვენ კი არა კაცო. ბოროტებმა იზრუნონ. აგვისტოში სრული გადატრიალება მოხდება. რაზეც ქრისტე იძახის, რომ როდესაც დაიწყებაო ომებიო, ბუნებრივი კატასტროფებიო, ისაო, ეს ჯერ კიდევ შობიარე ქალის ტკივილებიაო. შობიარე ქალის ტკივილები დაწყებული არის როდის იცით? აი იმ დღიდან, როცა მე მომწავლეს და თეა რომ მოწავლეს. როცა ჩვენ მოგწავლეს. მაგ დღიდან არის დაწყებული შობიარე ქალის ტკივილები. თქვენ ეხლა უბრალოდ უნდა ნახოთ და დაელოდოთ კიდევ რეები მოხდება. მთელი აგვისტო დედა ეტირება დედამიწას. დედამიწა მთლიანად გასწორდება, აი გასწორდება ყველაფერი რა, გადაილესება. თუ მიწისძვრა არ იქნება წყალდიდობები, თუ წყალდიდობა არ იქნება ცეცხლი, თუ ცეცხლი არ იქნება ქარიშხალი, თუ ქარიშხალი არ იქნება წყალი წაიღებს, თუ წყალი არ წაიღებს სხვა ბუნებრივი მოვლენები იქნება, რაც აბსოლუტურად ყველაფერს გადაასწორებს. ჩემს სიტყვას არასდროს გასვლია წყალი რა. აუცილებლად ხდება. გარდა მაგისა დაიღალა უკვე სამყარო იმ ხალხის სიდებილით და სიბრმავით, რომელიც თავს სირაქლემას პოზიციაში ყოფს. საშინელი სამსჯავრო დაწყებული არის და რაც საქართველოში ხდება და რაც სვანეთიდან დაიწყო, დედამიწის დანარჩენ რეგიონებს, ქვეყნებს და ადგილ ტერიტორიულ მდებარეობებს დედა ეტირება მეთქი. სანამ საქართველოში საშინელი სამსჯავრო მიმდინარეობს, საქართველოს დანარჩენ საზღვრებ გარეთ ხდება აბსოლუტური წარღვნაა. აი, როდესაც საქართველოში საშინელი სამსჯავრო დასრულდება და საქართველოში როგორც გადაწყდება, საქართველოს ის ბედი ეწევა. როგორც აი მწვერვალი
როგორც მწვერვალი, ხო? წყალი რომ მოდის და მწვერვალს რო ჩაღლაპავს მე უცბად, აი ისე მოხდება. ოღონდ აი ის საშინელი სამჯარო როგორც ხდება, იმის მიხედვით მოხდება. როგორც საშინელ სამჯაროზე გამოიტანენ განაჩენებს, როგორც გადაწყვიტავენ, ვისაც დაუდგებიან მხარში სამართალს თუ მტყუანს, იმის მიხედვით თან დააკვირდით კარგად ჩემს სიტყვებსაც და იმ მოვლენებსაც რაც მოხდება, თქვენს თავებსაც დააკვირდით და იმ მოვლენებსაც რაც საშინელ სამჯაროს მოაქვს ახლა, ხო და თან მიხვდებით, რომ რეალურად რასაც ვამბობ მართლა ეგრეა და იქითკენ წადით, რომ თვითონაც არ ჩაიხრჩოთ იმ თქვენს სიბრმავეში, ხო? იქითკენ წადით უფრო. აგვისტოს საშინელი კატასტროფა იქნება. სექტემბერი უარესი. სექტემბერში მკვდარი ხალხის სუნი შეაწუხებს ადამიანებს. ვეღარ იქნებიან ადამიანები, რომ დაასაფლავონ. ისეთი რაღაცები იქნება. როგორც ვენესუელაში ახლა. თია როგორ არისო? არის. ღვთისწყალობით ვჯამრთელდებით. აი სექტემბრის ბოლოს უკვე კლდეები გაიხსნებიან. კლდეები. იანვარში ძალიან გაუჭირდება ხალხს. თებერვალში მოხდება სასწაული. და მარტში დაიწყება ახალი ერა. რეალურად დაწყებულია, მაგრამ უკვე ახალი ერა დაიწყება. იქ დაიწყება, აი, სრულიად გადაფასდება აბსოლუტური მენტალური ის მოვლენები, რაც დღეს გვაქვს. განათლების სისტემა, საბანკო სისტემა, სოციალური სფეროები, იცით როგორ რაღაცეები შეიძლება თქვენ ვერ წარმოიდგენთ. მაგრამ წარმოიდგენთ. სად წავიდეთ ჩვენ აქ ვართ. რა ვიცი, თქვენ თავებში ჩადით. ხო, რაც შეეხება რელიგიებს, რელიგიების დიზასტერია. ეხლა რელიგიები აღარ იარსებებს. რელიგიები აღარ არსებობს უკვე. და არც ის არ იარსებებს, რომ მე გასწავლი შენ როგორ უნდა იცხოვრო რა. არა. აქ იცი როგორი ხალხი დარჩება, ვინც უკვე ძალიან მაგრა იცის როგორ უნდა იცხოვროს. ვინც უკვე იცის რა ფენომენი არის სხეული. ვინც უკვე იცის რომ შიშით აი ექიმებში რომ დარბიხართ და იქ ის და ეგ ეს ექიმები აღარ იარსებებენ ხალხო. იარსებებენ მხოლოდ ადამიანები, რომლებიც თავის თავს განკურნავენ. და ადამიანები, რომლებიც სხვებს დაეხმარებიან რაღაცა შემთხვევაში, თუ კი რწმენა ექნებათ იმაზე, რომ ურწმუნო ადამიანი ვერ გადარჩება, შანსი არ არის. ურწმუნო ის კი არა, რომ რელიგიები წადი და ილოცე ყოველ 24 საათი, მამა, არა, მაგ ეგ რწმენაზე არ არის საუბარი, ეგ რწმენაზე, რომელიც არის ღვთის რწმენა, რომელიც მამაოს გარეშე გეუბნება, რომ აქა ვარ, შენთან ვარ, ნუ რაფრის ნუ გეშინია. და ესა და ეს გააკეთე. შინაგან ხმას ხო უსმენ, გეტყვიან ყველაფერს რა უნდა გააკეთე, როგორ უნდა გადაიჩინო თავი. აქ უკვე უმაღლესი ინსტინქტი ჩაირთვება. ინსტინქტი. მე დაჟე იმაშიც ეჭვი მეპარება, აი ვხედავ, მაგრამ მაინც მინდა რომ არ მოხდეს ეგ რა. საქართველოში მაღალი სართული აღარ დარჩება. არ მინდა რომ მოხდეს ეგ.
მაგრამ მე ვხედავ, რომ ეგ გარდაუვალია. კი არ ვიწყევლებ, გეუბნებით რა ვხედავ რა. ვხედავ რას აკეთებთ. რასაც აკეთებთ, იმას იმკით. აგვისტოში ფრთხილად იყავით. თუ ვინმეს გასასვლელი გაქვთ, მაღალ სახლებში ნუ დარჩებით. რა ვიცი, ვისაც შეგიძლიათ გადით სხვაგან. მაღალ სახლებში არ იყოთ. ხო. მერვე პრობლემა გინდათ გაიგოთ? მერვე პრობლემა არის ის, რომ კაცობრიობა რო არ იჯერებდა ბევრ რამეს, ხო? დაიჯერებს და ვაი მერე იმის პატრონს, ვინც ელაპარაკებოდა. ერთი წუთი. მე მახსენდება, როდესაც ბერი გაბრიელი მოვიდა ჩემთან სიზმარში. ანუ ხილვაში რა. ხილვაში რომ მოვიდა, მახსოვს, რომ პირველ რიგში სადაც მივიდა, ჩემთან ერთად იყო მედდები. მედდები, ანუ მედდები არიან ისინი, ვინც ექიმები არც, აი ექიმების შემწეები, ხო? ხო ისიც ვინც არიან მედდები. ექთნები და მედდები. მერე მიმიყვანა შავ ფანჯრიან მანქანებთან. შავ ხალხთან. კორპუსები იდგა მახსოვს. და მერე ჩამიყვანა ისევ დაბლა. მიწის ქვეშ. მიწის ქვეშ. ამ მიწის ქვეშ რაღაც ლეიბები იყო შენახული რა და ამ ლეიბებს ანაწილებდნენ თუ რაღაცას უშვებოდნენ, არ ვიცი და ხალხი ჩამოდიოდა, ციგნები იყვნენ ძირითადად. აი ციგნები რა და ციგნებთან მიმიყვანა და მომიყვანა ხელში ერთი პატარა ბავშვი. და მეუბნება, რომ ეს შენი ბავშვიაო რა და მე არ არის მეთქი ეს ჩემი ბავშვი ეუბნები. ეს დავიჭირე ეს ბავშვი და არ მეცნო, არ იყო ჩემი, რა ვიცი და ისა თან მკვდარი იყო თუ რაღაცა, აღარ მახსოვს ზუსტად რა და ეს დავსვი მე ეს ბავშვი, დავსვი, ისინი ქალები, ის რაღაცა მოლა ქალები რო არის, რაღაც საშინელებათა ფილმის მსგავსად ეს ქალები უყურებდნენ ამ ბოჟუღუჩა ესეთი თვალებით და დამთავრდა მან ხილვა. ბერი გაბრიელიც არ ჩანდა. მე რო დავფიქრდი, რომ რას ნიშნავდა ეს ბავშვი რა. ესე იგი მედდებთან მიმიყვანა უკვე, იმიტომ რომ მე რეალურად გადავწყვიტე, რომ საერთოდ მედდებთან კავშირი აღარ მქონდეს, მედდებთან კი არა, საერთოდ ექიმებთან, იმიტომ რომ ექიმები აშკარად ყველა სისტემის ნაწილია და უკვე მოსაკლავად დამდებენ და შანსი არ არის, რომ ვინმე დამინდოს, იქ ყველა თავის თავს გადაარჩენს და ყველა თავის ტრაქს უშველის და მე გამწირავს, ვიდრე თვითონ რაღაცა სინდისეში აწუხებდეს და არ მომკლას. მედდები გამოირიცხა უკვე, ის მაგრად დატუქსა. იცით რა მოუვა მედდებს, აი დედას ბიჭა სულად განადგურდებიან ეგენი, მაგრამ ხო კაი, დავანებოთ თავი. წამიყვანა მერე ვისთან, ანუ შავ ხალხთან. ანუ შავი ხალხი იყო უშიშროება და სამღვდელოება.
შავი ხალხი, რომელსაც წესი უნდა შემშინებოდა, მაგრამ არ მეშინოდა, იმიტომ რომ გაბრიელი ბაჯდა ზურგზე რა და თან დავფრინავდით. ხო და ამ ხალხთან რატომ მიმიყვან რაღაცა საიდუმლოებებს აკეთებდნენ რა იქ არ უნდა ყოფილიყავი მე და ვიყავი იქ ეხლა მიმიყვანს ის დრო ეხლა დაიწყე ეხლა იწყება ეგ დრო მედდები წავიდა ეხლა იწყება ის დრო და მე მიმიყვანს იქ მიწის ქვეშ იცით ვინ არის მიწის ქვეშ არის თამარ მეფის აკლდამა და თამარ მეფის აკლდამაში გასაიდუმლოებული ბავშვი არის ალბათ რომელსაც ვნახავ ბავშვი რომელიც გარდაიცვალა ბავშვი პატარა ბავშვი აი დაახლოებით 1 წლამდეც არ არის ეს ბავშვი და მითხრა ეს ბავშვი შენიაო ამ გაბრიელმა ისა გაბრიელმა კი არ მითხრა იმ ხალხმა მითხრა, იქ ვინც იყვნენ, ის მოლა ხალხი, რაღაც უცნაური გარეგნობის ხალხი იყო. და უცნაურად უყურებდნენ რა, ნახოთ როგორია ეს, მართლა ეს დაჭყეტილი თვალებით. მე ვფიქრობ ხა ის საიდან სად, მაშინ როცა ეს ხილვა ვნახე, საერთოდ აზრი არ ვიყავი თამარ მეფის აკლდამა სად არის და როგორ არის და არც ყონა გამოძიებული რომ თამარი გარდაიცვალა თურმე ორსულობა იყო პრობლემა რატომაც გარდაიცვალა ორსულობა მუცლის მოშლა ესე რომ ვთქვა ერთი ბავშვი გააჩინა მეორე ვეღარ გააჩინა ხო და ეს ლეიბები რა იყო, ოღონდ ვერ გავიგე რა. ლეიბები რა შუაში იყო იქ. იმიტომ რომ აი როგორც ის სამძვითო ლეიბებს რო ამზადებდნენ, ხო იცით? ერთმანეთს რო ედოთ ხოლმე ქალე, რა ვიცი, ძველ ფილმებში მინახავს ეგრე ერთმანეთზე დალაგებული ლეიბები იყო. ანუ მზითვები. მზითვები. ეს ლეიბები იყო განძეულობა, ესე იგი მზითვი ხო განძია და ეხლა მივხვდი. მოკლედ რა, საინტერესოა, აი ეხლა ამ პერიოდის საკითხია, რომ შავებთან მიმიყვანა, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყავი, იქ მიმიყვანა, სადაც არ მელოდნენ, იქ მიმიყვანა. და გაკვირვებული კი არა და აი აგრა უნდა ჩემი ესე რა ვთქვა ესეთი ხალხი რო არის ჯაწუცკულები და ეს ყველაფერი ერთმანეთში არეული ქურდები მღვდლები ესენი უშიშროება და ყველა ვითომ ტიპობს გატიპებთ მალე თქვენ მამაზეციები ხო და ციგნები რატომ მაინც მაქვს ახსნა. დედამიწაზე, აი ამ სივრცეში, განაუცხო პლანეტელებთან, არა, ამ სივრცეში, რასაც ჩვენ დედამიწას ვწოდებთ, ხო, ეს შემოფარგლული რო არის იმ ყინულოვანი გარსით და დიდი ექსპერიმენტი რო ვართ, ხო, არა უშეს. ამ მიწაზე, რასაც დედამიწა ქვია, მოქმედებს 3 ძალა. ესენი არიან სვანები, ციგნები, ებრაელები. ესენი არიან მასონთა თავები. რატო თქვი ახლა ეს? ხო, ციგნები. ხო, რატო ციგნები? რატო იყვნენ იქ ციგნები და არა ებრაელები და არა სვანები იქ ბავშვი სადაც მომცეს ხელში? ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ძალა ციგნების ძალაა. ჯიპსი. აქ ტყუილა ჯიპსი ვილიჯი არ დაგვიდგეს ჩვენ ასურეთში. ყველაზე დიდი ძალა ამ სამ ძალათა შორის არის ჯიპსი. რომელიც არის ვითომ და უსახლკარო,
მაგრამ რეალურად ძალიან ძლიერი ძალა, რომელიც რატომღაც მოხვდა იქ მიწის ქვეშ. ებრაელები არ იყვნენ იქ. არც ქართველები მინახავს. მე, გაბრიელი და ის ციგნები. არ ვიცი რატო, არ ვიცი რაღაც კავშირში არის ამ თამარის აკლდამასთან. ამ ციგნების საკითხი არის, იმიტომ რომ მიწის ქვეშ ვიყავით და მიწის ქვეშ არის თამარ მეფის აკლდამა. მეტი ვერაფერი ვერ დავაკავშირე მაგას რა. შეიძლება სხვა საკითხია კიდე. მაგრამ აი ეს ბავშვი რო გამოჩნდა, რომ ეს ბავშვი თამარ მეფეს უკავშირდება ყველა შემთხვევაში. ანუ რაღაცა არის რა. ციგნებთან დაკავშირებით. ვინ არიან ეს ციგნები? საინტერესო, მაგარი ეს ციგნები არიან, ეხლა გეტყვით რა, სინთები. ანუ ჩვენ ციგნებს ვეძახით, მაგრამ რეალურად მათ ქვიათ სინთები. ვინ არიან სინთები? მომთაბარე ხალხი არიან სინთები. და აი რატომღაც ეხლა უნდა შევადარო მომთაბარე იყო ქრისტეც. ქრისტეს არ ქონდა დასადგომელი ადგილი, სადაც დაეძინებოდა, იქ დაიძინებდა და გაიღვიძებდა და წავიდოდა. მსგავსად სინთებისა. ეხლა ვიღაცა მომაწერს, აუც იგან შეადარა ქრისტე. მე რა, ქრისტეს არ აქვს ეროვნება. ქრისტე არის ყველასთვის, ხო? მოსული. ამიტომ მისი ცხოვრებისეული სტილი იყო სინთების მსგავსი. დღეს დავიძინებთ აქ, ხვალ დავიძინებთ იქ, ზეგ დავიძინებთ იქ, მაზეგ იქ. გესმით? ვისთან როგორ რანაირად, აი დარდი. ღმერთი გამოგვიჩენს რაღაცას, ხო? სინთები არიან ეგეთები. არ მაქვს მე იმ სინთებზე საუბარი, აი კოშკებს და იმებს რო აშენებენ სახლებს და ოქროებს და ჭკუაზე რო არ არის, რაღაც ინფორმაციას ფლობენ ეგ სინთები, ჯადოქრულ ინფორმაციებს, ჩხიბაობენ, იციან ძალიან მაგრად იციან ყველანაირი საიდუმლო ენა, აი თუნდაც ხირომანტია, სახეზე წაიკითხავენ, რაღაც თმებს, ყველა სხეულის ენას იცნობენ ერთი სიტყვით რა და როგორი გვიან ციგნებს აქვთ წესი მიცვალებულს რომ დაასაფლავებენ აკლდამაში, მერე ეძახიან ხოლმე ბაბა, თუ საპასუხო ხმა გამოიგონეს, თხრიან ხოლმე. თუ საპასუხო ხმა გაიგონეს, თხრიან ხოლმე. ხო, არ ვიცოდი ეგ პირველად გავიგე სალომე. ხო და მაგათაც სხვათა შორის ძალიან საინტერესო ხალხია სინთები ისე არავის არ ერჩიან. რო იცოდეთ, სინთები არავის არ ერჩიან. თუმცა როგორ არის ეს ძალა ვერ ხვდები, ანუ რეალურად მათი ძალა რაში მდებარეობს, მე ვერ ხვდები, მაგრამ ვიცი ერთი რამ, რომ ძალიან კარგად იციან მათ საიდუმლო ენები. ნახოთ, გამოჩნდება ყველაფერი. საბოლოო ჯამში როგორ იყო, იცით, აი თუ კივილის ხმა გაიგეს. და რო თხრიან მერე რა მოხდება, ანუ რა ხდება, ცოცხალია იქ ვიღაცა? ხო რა, ანუ რა იყო, იცით, აი ნახე, აი როგორ ნახე ბერი გაბრიელი რა. იყო სხვადასხვა ჩასასვლელები, მიწის ქვეშე ჩასასვლელები, სხვადასხვა. აი ადრე რო იყო ხოლმე გახსოვთ ის
ინტერნეტ კაფეებს რო აკეთებდნენ მიწის ქვეშ ჩასასვლელებში, აი ესეთი ჩასასვლელები იყო და იყო რიგები, აი პურის რიგები რო იყო ხოლმე 90-იან წლებში, აი ესეთი რიგები იდგა ამ ჩასასვლელებთან. ხო და მეც ერთ-ერთ რიგთან ვიდექი რა, აი ეს დიდ რიგთან მივედი და მაინტერესებდა რატო დგას ეს ხალხი, ხო და დგავარ ველოდები, ხა არ ვიცი რას ველოდები, მაგრამ ველოდები რა და ხო და თამარ ისმის ხმა ან გვერდითი ჩასასვლელიდან თამარ ესე რამდენჯერმე გავიგე ხო და მე თქვი მე მეძახიან და მივედი და ნახე რომ ბერი გაბრიელი დგას და თამარ იძახის და დამინახა სათხარო მე შენ გელოდებიო და შენ კიდე საძადი ხარო რა და მოკლედ აქ ვარ მეთქი აქეთ გვერდზე ვიდექი თქო ესე კი უთხარი და ჩავედი მაშინ რას შვებიან შუქი იყო ჩავედი აი ზუსტად მიწის ქვეშ ჩასასვლელში ჩავედი და მერე მომაჯდა ზურგზე წავედით იქ მიმიყვანა ქუჩებში მატარა მახსოვს ქუჩებში დავფრინავდით აი კორპუსების საკითხი ეგ არის რა ქუჩებში დავფრინავდით და მერე მიმიყვანა იქ აი მან მიწის ქვეშ ისევ იმ მიწის ქვეშა ჩასასვლელში ოღონდ იქ ხალხი აღარ იყო აი რო ჩავედით მერე იქ იყო ვერ გავიგე შუქი იყო რაზე მეუბნები თემო შუქი რა სად იყო ხო გამოხსენდა ეხლა რატომ მიკითხე იქ მაგრამ ისა ნატურასაც ნატურა გამოვცვალეთ თუ რაღაცა ეგეთი კი იქ რო ჩავედით მიწის ქვეშ ნატურა გამოვცვალეთ გატეხილი იყო თუ რაღაც გატყდა თუ აღარ ეხლა აი რატო დაწერე გამახსენდა ზუსტად ეგ მოხდა რა რაღაცა ნატურასთან კავშირი კი იყო ოღონდ აი ძალიან ბუნდოვნად მახსოვს ამ ნატურას რატო ვცვლიდით თამარ მეტრო არის მად სად მანდ ხო კიდე რა იყო მერვე პრობლემა მეცხრე პრობლემა განვიხილოთ მეცხრე პრობლემა მეცხრე მეცხრე აი რ მიჭირს ახლა ნახეთ დაძაბულია სადღაც რაღაც და უნდა გავძაბო მეცხრე პრობლემა არის მეგობრებო მეტროში რა მინდა მეტრო არაფერს არა მიწის ქვეშ რა მეტრო ხო ეხლა მეცხრე პრობლემა არის მესთან კავშირში ისევ და არის ის რომ მინდა გავხდე ეგოისტი ოღონდ არ ვიცი როგორ მოვახერხო რატომ მინდა გავხდე ეგოისტი იმიტომ რომ დავაკვირდი რომ ეგოისტები ამ დედამიწაზე მაგრად ცხოვრობენ გასდით კეთილი ხალხი იჩაგრება არ მინდა რომ ვიყო დაჩაგრული მე მინდა რომ კარგად ვიყო რა ჩემი თავი მიყვარს და მინდა რომ ეგოისტი ვიყო რა იცით რა მინდა ვიყო მე რწყული მინდა ვიყო ანუ ნახე თევზები ხო ვარ ერთი ნაბიჯით უკავნა დავტრიალდე ნახეთ
მე ვარ თევზები და მერწყულის მიჯნა. თევზები იწყება, მერწყული მთავრდება. ეხლა უყურე გადაწყვეტილება არის ის, ვიყო თევზები თუ ვიყო მერწყული. მე ვრწყა თუ თევზები ვიყო და სხვები ვრწყა. მე გადავწყვიტე და გადავდგი ეს ნაბიჯი დღეს დილით და გადავდგი ჩემს მესთან ნაბიჯი. დავბრუნდი. თევზები სულ სხვებისთვის არიან და ვიღავი აქამდე და აგერ შედეგიც მივიღე, რომ ჩემი ფეხები. და ეხლა მე გადავდივარ უკვე მესრწყვაში. აი ამ ჩემს ფეხებს სხვას რა აინტერესებს? მე მაინტერესებს ჩემი ფეხები. რატომ უნდა ვრწყათ ჩვენი მე? და რატომ ქვია იმ ეპოქას მერწყულის ეპოქა, რომელიც თევზებიდან მერწყულში გადადის ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს? აი ეგ მოხდა დღეს დილით. გადავედით მერწყულის ეპოქაში. მე პირადად გადავედი მერწყულის ეპოქაში. ანუ მეს ვრწყავთ. ანუ რას ვაკეთებთ? საკუთარ თავებს, საკუთარ მეს ვანვითარებთ. ვრწყავთ. ვუვლით. ანუ ყვავილს ხო ვრწყავ, რომ გაიზარდოს, ხო და შენს მეს ვრწყავ, რომ გაიზარდო, ხო? აი ამ ეპოქაში წავედით უკვე. დაიწყო. სხვათა შორის სავსემთვარიანობა იყო გუშინ თუ დღეს, აღარ მახსოვს, შეიძლება დღეს არის. გარდა ამისა, აგვისტოს შუა რიცხვებში მზის დაბნელებაა და მერე კიდე 28-ია მზის დაბნელება, თუ არ ვწდები მზის თუ მთვარის. ნუ მოკლედ, ორი დაბნელებაა. მიხარია მოვლენები. ვისაც არ უხარია, შიშარა. ვისაც უხარია, ქრისტეს ელოდება. აღარ იტყვის ამბიონებიდან, ყოჩავთ ქართველებო, გადაიდო 10 წლით მეორედ მოსვლა. ვინ ჩემი ფეხები გეკითხება, რომ გადაიდო იქნებ მამა ჩემსაც ენახა 10 წლის წინ მეორედ მოსვლის საკითხები, ხო, მაგალითად. ხო, ამიტომ ჩემო კარგებო, მე პირადად ეგო არის მე. იმიტომ მინდა გავხდე ეგოისტი. ეგოისტი. გესმით? ეგოსტი. ეგოსტი. მე ვრწყავ. მე თუ ვიყავი თევზები, გავხდი მერწყული. 100% დარწმუნებული იყავით მაგაში, რომ იცით ვინ არის მერწყული? ვინც რწყავს. ხო. თან ლომის მზის დაბნელება. ლომის მზის დაბნელება, ჩემო კარგებო, იცით რას ნიშნავს? ბრმაძის თვალის ახელას ნიშნავს, ჩემო კარგებო. წავედი ხა მე მგონი ბევრი რაღაც გითხარით ახლა, ვინც გაიგო, ვინც ვერ გაიგო. ვერ გაიგო. და დაველოდოთ მოვლენებს. ნადა, ანუ ნესტანი გამოჩნდა, ხო? ნადა, ბიბლიანი. ნესტანი დატყვევებული იყო. რა მაგარია სო, გავხსენით და ეგრევე გამოჩნდა. ეხლა მივხვდი მე მაგას რა მოხდა.
ნატას ნესტანი ქვია, იცით? ჩვენ ნესტანი გავათავისუფლეთ და ნესტანმა ლაპარაკი დაიწყო ზუსტად მაგ დღეებში. აუ, ეხლა გამახსენდა მე ეგ სიდონებო. ჩვენ რა გაგვიკეთებია? ბიჭო, საშინელი სამშაბლო პირდაპირ ნესტანით დაიწყო, აზე ხარ? ვაჰ, ბრავო, ბრავო, ბრავო. გილოცავთ სიდონებო, ჩვენ მართლა ძალიან ძლიერები ვყოფილვართ, არც ვიცოდი ესეთი ძლიერები თუ ვიყავით თანდათან უფრო და უფრო წმუნდები მაგაში და ჩვენ რა გავაკეთეთ მას მერე? ჩვენ გავაკეთეთ მას მერე იოტას გახსნა. ნესტანი გავათავისუფლეთ, ქაჯეთის ციხე ავიღეთ მაგის. აუ, ქაჯეთის ციხე ავიღეთ. ხო, ეს ასტრალში და ეხლა აგერ უკვე ფიზიკურში გამოვლინდა, გესმით? და იოტას გახსნაც ფიზიკურში გამოვლინდება ახლა და იოტას გახსნა არის საზუფევლის კარების შეღება. ხო და ჩემო კარგებო? დაველოდოთ, დაველოდოთ. და ბავშვიც ხომ ნახე, ნატასი ხომ არ იყო. იცი სხვათა შორის მზია, ეხლა რა კარგი რაღაც თქვი რა, მე მაგაზე დღეს დავფიქრდი. თამარისა და ნატას საკითხი უკავშირდება ბავშვს, რომელიც მოუკლეს, წაართვეს და ასე შემდეგ. რაღაცა კავშირით ნატა თამართან კავშირშია. ანუ ნესტანი კავშირშია თამართან. თავისი ისტორიით. თავის ისტორიით ძალიან დიდ კავშირშია თამართან. ეგ აზრი დღეს ჩემთან დღეს შემოვიდა ეგ აზრი, რომ კავშირშია თამართან. ეს ბავშვი. ამ ბავშვის ისტორია, რა მოუვიდა ამ ბავშვს. ხო და გაირკვევა. ყველა შემთხვევაში გაირკვევა. მთელი ვეფხის ტყავსანი ჩვენ ხელშია, ხო? თამარ მეფის Facebook-ზე დამამატეო. რატო? ვერ დაგამატებ, შევსებულია უკვე ხალხი 5000. ეხლა ნახე, თამარ მეფის საკითხი ხო გითხარით? სანამ თამარ მეფის აქტამა გაიხსნება, მანამდე დიდი ომები მოხდება მეთქი, ხომ გითხარით? გითხარით? ხდება დიდი ომები. და თუნდაც ნესტანით დაიწყო, ეს შეიძლება სხვამ ვერ გაიაზროს, მაგრამ რეალურად ნესტანით დაიწყო დიდი ომების დაწყება. აქ იმხელა რაღაცები ამოყირავდება, რომ ყველა ერთმანეთს დაჭამს მეთქი, ხო გითხარით? დაჭამენ ერთმანეთს. ხო და უნდა გაიწმინდოს მეთქი, სანამ თამარ მეფის აკლდამა გაიხსნება, უნდა გაიწმინდოს მეთქი, ვითარება, ეგეც ხო თქვი. ხო და აგერ დაიწყო, განწმენდა დაწყებულია. როგორც კი ნატას საკითხები გადაწყდება, როგორც დალაგდება, ხალხი როგორც გონს მოვა, ისე მოხდება თამარ მეფის აკლდამის გახსნაც. და თამარ მეფის აკლდამის გახსნა კარიბჭის გახსნა არის. არ არის ის, რომ მარტო კარიბჭი იმაში შევალთ. თამარ მეფის აკლდამის გახსნა ნიშნავს საზღვრების გახსნას. რომელი საზღვრების გახსნას? ამ დედამიწასა და იმ იერ სამყაროს შორის. იმიერი სამყარო არის სასუფეველში. სუფეველში, სუფში. ხო და აი იმ ველში, რომელშიც ჩვენ არ გვახედებენ, ხო? აი ედემის ბაღი რო დაარქვეს და რაღაც ჩენდაბადეთ. აი იმ ველში უცხო პლანეტელებს რო ვიძახით, ხო? როგორია იქიდან ჩამოფრინდნენ. იქიდან კი ჩამოფრინდნენ, იქიდან გადამოფრინდნენ აქ. ზოგი ერთები და დაგვენახნენ, დაგვჟვერეს, ისქნეს, ესქნეს და საბოლოო ჯამში მე გავიდნენ ისევ და რამდენიმე გასასვლელი და გამოსასვლელია აქეთ. ანუ კარიბჭეები მაგას ქვია და მცველები ყავს იმ კარიბჭეებს. თამარ მეფის აკლდამასთან უკვე მისული ვარ და დავაგაკუნეთ სასუფეველის კარებზე, სადაც ჩვენ ეხლა გვაკვირთებიან, რას გავაკეთებთ. სამაგიეროდ რაც ვთქვი, ის ხდება, რომ განწმენდა დაიწყო. და ვისით დაიწყო განწმენდა? ჰო ის აგვირველებავ ნესტანით. ვახ სოფელორაში განხარ, რას გვაბრუნებ, რაზნე გჭირსა.
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. აი ესეთი რაღაცები მეგობრებო, ვეფხის ტყავასენში პირდაპირ ნათლად წერია, რომ ჩვენ ვართ სასუფეველი, იგივე არის სოფელი. ის სასუფეველია, ჩვენ სოფიას ველი ვართ. სოფიას ველი სადღაცა გადამალეს. აი აქ სადაც ჩვენ ვართ, დედამიწა რო დავარგვით. ის არის სოფელი, სოფიას ველია. აი იქ სასუფეველში არ იღებენ სოფიას ქმნილებებს, იმიტომ რომ ბრმანი ხართო ეუბნებიან და ბრმაძე გყავსო შენ შექმნილი, ხო და ამ ბრმაძეს განათება სჭირდება თქო და აგერ მოდის ახლა 12 აგვისტო და ბრმაძეს გაუნათდება თვალები. როგორ გაუნათდება ბრმაძეს თვალები? ძალიან დიდი ტრაგედიის შედეგად. ტრაგედია რა იქნება? დაენგრევა მთელი კოშკი თავზე, რაც კი ააგო. კოშკი თუ არ დაინგრა, ახალი ვერ შენდება. ასე რომ ჩემო საყვარლებო, მოელოდეთ დიდ ცვლილებებს. კი, მეც ვგრძნობდი წლებია და დღეს მეც გავაჟღერეთ ჩემს ქმართანაც. რას გრძნობდი სოფაბარო და კონკრეტდე? თუნდაც რომ ჩამოვთვალეს სვანები, ციგნები და ებრაელები პირველი სვანებზე დაიწყო. აქ ვარ სოფელი. ხო. პირველი სვანებზე დაიწყო, პირველი სვანებიდან დაიწყო. სვანები ჩაანაცვლეს. უშქურში ჩაანაცვლეს, სვანები ჩანაცვლებულები არიან. ხო და ეგეც გაიკვევა. ნატას ტკივილს და ტანჯვასო. ხო. მე მაინტერესებს თინ ათინი ვინ არის? თინ ათინი. თინ არის თინათინი არის ის, რომელიც აგზავნის ტარიელთან ავთანდილს, ხო? ავთანდილი ავთანდილი არის დრო. არა. ტარიელი არის დრო, ავთანდილი არის გონება. ანუ გონებას აგზავნის დროში მოგზაურობს თინათინი. თინათინი სიბრძნეა. ანუ სოფია, თინათინი სოფიაა იგივე. მივხვდი. ანუ თინათინი არის სოფია. სოფიას ყავს ბრმაძე. ბრმაძე არის მამამისი. როსტევანი. ბრმაძე ითვლება, ანუ ნახე სიბრძნეს ბრმაძეში რომ შეიყვანოს სინათლე უნდა ანახოს ნესტანი. სოფია თავის ბრმაძეს, ან თავის ქმნილებას აქ სხვანაირად ვაზროვნებთ, მეგობრებო, შვილი იმას არ ნიშნავს, რომ თავისი მუცლიდან გააჩინა. არა, ეს წარმონაქმნებია ასტრალურ მენტალურ ველში. ანუ სოფია ბრმაძეს გონების და დროის გავლის აი ფორმულას ვაკეთებ ახლა. გონების და დროის გავლის გზით ანახებს ნესტანს, უმაღლეს ცნობიერებას. ეხლა რა ხდება? დროისა და დროში გავლის გონება, დროში რო გადის, იქ დანარჩენი დამხმარე ტიპებიც არიან რა, იქ ფრიდონი, იქ ის. ეგენი უკვე მნიშვნელოვანი საკითხები არის გონება დროში გავლით. აი ზუსტად ეგ ხდება ნესტანთან. გონება დროში გავლით. რა მოხდა? ეხლა ირკვევა. როდის 20 წლის წინ და 20 წლის წინ რაც მოხდა, ის იცი კიდე როდის მოხდა, 2000 წლის წინ მოხდა, ზუსტად იგივე მარიამთან. გაიგეთ? ხო და ის გაიკვევა ყველაფერი. არ არის დაფარული, რომ არ გაცხადდესო. გესმით? თქვა ქრისტემ. წერტილია დასმული. არ არსებობს, რომ ეს წერტილი წრეწირთან არ მივიდეს.
წერტილი წერტილთან. ხო და სიზმრებშიც და ტანშიც იგრძნობოდა შეგრძნებები ქვეცნობიერად. ხო, თქვენ წარმოიდგინეთ, შემოკარგებო, რომ ნატას ისტორია ძალიან დიდ კავშირშია მარიამ ღვთისმშობელთან და დააკავშირებთ მაგათ მალე. ყველა სათითაოდ ცნობიერი გაგეხსნებათ. ღმერთმა ჩასახა, ხო, ის ღმერთი გამოჩნდება, რომელი ღმერთია. და მერე ვნახავთ მაგ ღმერთს. მარჯვნივ როუზის ქრისტე, რომ დაამარცხა. მამამისი. მარცხნივ მოიჯინა. დიახ. კარგით, მეგობრებო, წავედი, აბა ახლა თქვენ ვილაპარაკებთ ისე, როგორც მე ვლაპარაკობ. მამის უფლება შეიძლება მოიპოვოთ ესმე, მაგრამ მე ნუ მომბაძავთ. მე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ უნდა ვილაპარაკო. აბა გაგოცეთ, წავედი, თქვენ უბრალოდ გაიაზროთ რა. გაიაზრეთ ბევრი რამ. არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს და ცხადდება. უკვე აქ ვართ. უმაღლეს ცნობიერებაში ვართ ასული, აგერ ნესტანი საუბრობს. მაგარი გოგოა. უძლიერესი გოგოა. კარგად.